Დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა რუსთაველის გამზრზე პარლამენტის შენობასთან მოწყობილ სპეციალურ ეკრანთან და სცენაზე სიტყვით გამოსვლები, მათ შორის არ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ამ წუთისთვის კი მიმდინარეობს სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე იმ ლიდერთა მილოცვები, ევროპელ და ამერიკელ ლიდერთა მილოცვები დამოუკიდებლობის დღისადმი, რომლებიც ულოცავენ 26 მაისს საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის უკვე ვინც მიულოცდა, ვისი მილოცვაც გავიდა ეკრანზე, ეს იყო მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდო, ასევე ამერიკელი კონგრესმენი და მეგობარი აქტის ერთ-ერთი თანაავტორი ჯო ვილსონი, მათ საქართველოს ქართულ ხალხს მადლობა გადაუხადეს ასევე უწყვეტი ბრძოლისთვის. სვენია ჰანი, ალდეს პრეზიდენტი, ეს ევროპარლამენტარია, რომელიც ასევე ულოცავს საქართველოს მოსახლეობას დღევანდელ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. რაც შეეხება სიტყვით გამოსვლების ნაწილს და რა შეეხებოდა ეს განცხადებები, მაგალითად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციის თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა უწყვეტი პროევროპული პროტესტში მონაწილეობისთვის, მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ისინი არიღლებიან და განაგრძობენ პროტესტს ქვეყნის დემოკრატიული, დამოუკიდებელი, პროდასავლური და ევროპული მომავლისთვის, რაც ყველაზე მთავარია. მან ხაზი გაუსვა მზია ამაღლობელის ფაქტორსაც, რომელიც პატიმრობაში იმყოფება და თქვა, რომ ის არის თითოეული მოქალაქის ღირსების სიმბოლო, ქართველი ხალხის ღირსების სიმბოლო და რომ ის მიუხედავად მის მიმართ აგორებული კამპანიისა, წამოწყებული კამპანიისა არ გამწყდარა და მაინც იბრძვის ბოლომდე საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად. მან ასევე ისაუბრა ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით და მიანიშნა იმაზე, რომ მოქმედი დემონსტრაციების დამსახურებით, როგორც მან აღნიშნა, ქართული ოცნების მთავრობის ლეგიტიმაცია არ აქვს აღიარებული მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს, მათ შორის არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და არც ევროკავშირის წევრ ქვეყნების უმრავლესობას და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და მისი შეფასებით სწორედ ამ აქციების გამო სანქციების პოლიტიკა დასავლეთის მხრიდან უფრო ძლიერდება და აქტიურდება და ამის მაგალითით მოიყვანა მაგალითად მეგობარი აქტი, რომელიც ინიცირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამჟამად არის განხილვის ეტაპზე. ასევე სიტყვით გამოვიდა დღეს აქ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ, რომელიც იმყოფება ოფიციალური ვიზიტით საქართველოში. მან სოლიდარობა გამოუცხადა ყველა იმ დაკავებულ პირს, რომელიც პროევროპული საპროტესტო აქციების განმავლობაში დააკავეს. ასევე ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მან სოლიდარობა გამოუცხადა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს და 22 მაისს კოალიციას ცვლილებისთვის ოპოზიციონერი ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს და მას ერთწლიანი პატიმრობა დააკისრა თბილისის საქალაქო სასამართლომ. რაც შეეხება ზოგადად დღევანდელ დღეს, დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის მიერ, მოქალაქეების და საინიციატივო ჯგუფების მიერ დაორგანიზდა ეს რამდენიმე აქცია მსვლელობა, მათ შორის იყვნენ პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა წერტილიდან მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა შეძახილით, აქცია პერფორმანსით და მათ შორის გარდა პოლიტიკური პარტიებისა, სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილში აღსანიშნავი არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, რომელმაც არაერთი საპროტესტო აქცია და მსვლელობა გამართა დღის განმავლობაში, როგორც რესპუბლიკის მოედანზე, ასევე რუსთაველის გამზირზე, ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან. ხო, ოპერატორს გიორგი ვარსიმაშვილს გაჩვენოთ რა ვითარება არის ახლა პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიასთან. სრულად აქვს დაკავებული გზის სავალი ნაწილი აქციის მონაწილეებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დღის მეორე ნახევრიდან ქალაქის ცენტრალურ გამზირზე. ევრონიუს ჯორჯიას გადამღებ ჯგუფთან საუბრისას თითოეული მათგანი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გაგრძელება, რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დაცვა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა დარჩეს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ის გეზი, რომელიც 107 წლის წინ წინაპრებმა აიღეს და ნოე ჟორდანიას
ხელმძღვანელობით დამფუძნებელთა კრებამ განაგრძოს ახალმა თაობამ ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ სტუდენტები, რომლებმაც არაერთი საჯარო დისკუსია გამართეს დღის განმავლობაში, მათ შორის პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიასთან, ასევე რუსთაველის გამზირის სხვა წერტილში. მათი შეფასებით იმის მიუხედავად, რომ დღეს საქართველოს ოფიციალურად არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო, ბრძოლა ქვეყნის სრულფასოვანი დამოუკიდებლობის მშვიდობიანი მომავლის შესანარჩუნებლად არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. ამ კონტექსტში ისინი საუბრობენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და მიიჩნევენ, რომ სწორედ იმ ორგანიზაციაში, როგორც არის ევროკავშირში, გაწევრება არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს ორგანიზაცია და ეს ბლოკი არის დაფუძნებული მშვიდობაზე, სტაბილურ და თანასწორ უფლებიან განვითარებაზე და სწორედ ეს ღირებულებები დაეფუძნა ევროკავშირის დაარსების იდეას 75 წლის წინ. მოქალაქეთა კომენტარებს და შეფასებებს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით შეგვიძლია ახლა პირდაპირ ეთერში მოусმინოთ, რომლებიც საუბრობენ, რომ დღეს მაინც მთავარ გამოწვევად ისევე როგორც 107 წლის წინ და ამ ბოლო 2 საუკუნის მანძილზე შეიძლება ითქვას არის სწორედ რუსეთის ფედერაცია და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. დღეს შეკრებილები ვართ ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე, იმიტომ რომ ჩვენი დამოუკიდებლობა არის დასაცავი და ქართველმა ხალხმა დაიცვას ეს. როდესაც სხვა ამას ვერ ახერხებს, ვინც სათავეში ამას ვერ ახერხებს, ხალხმა უნდა იყოს ეს ინიციატივა თავის თავზე და დღეს ვართ აქ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ცოცხალი, თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც ჩვენ არ დავთვალთ. ვცდილობთ, რომ შევაგროვოთ პატიმრებისთვის წერილები, წიგნები, გავამხნევოთ ისინი ამ ფორმით და ეს ძალიან კარგად მუშაობს, რომ პატიმრები მხნევდებიან ამით, რაც უფრო მეტ კეთილ სიტყვას მიიღებენ და სწორედ ამიტომ ვართ აქ და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამას, რომ დღევანდელი დღე როდესაც ამდენი ვიქნები დარწმუნებული ვარ და უკვე ამდენი ვართ, დიდი რაოდენობა ვართ ძალიან კარგი იქნება, რომ ეს დიდი რაოდენობის ბევრი ადამიანი წერს წელს პატიმრების სამხნევებს მათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქ დღეს ვართ საინიციატივო ჯგუფი, საფეხნო და წარმოადგენელი გვაქვს მთის პრობლემები ხალხისთვის, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვწერთ განცხადებებს, არანაირი რეაგირება არ არის სახელმწიფოს მიერ და ეს პრობლემები არის ძალიან მწვავე და ამიტომაც ხალხის ყურადღების გასამახვილებლად გამოვიტანეთ ეს საინფორმაციო პლაკატები. ამჟამად საქართველოში რაც ხდება არალეგიტიმური სახელმწიფო იქნება ეს თუ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება პრობლემა იმიტომ არის, რომ აი მაგალითად გამოსვლებიც ვართ კიდე პროტესტებზე, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ადამიანის აზრს სახელმწიფო არ გამოხატავს. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, რა თქმა უნდა, ახლა ამ დღეზე ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ეს რამხელა მნიშვნელობის დღე არის. რაც შეეხება საფრთხეებს, აუცილებელია, რომ ყველამ კარგად გაიაზროს, რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ და ის რაც დღეს გვაქვს, როგორი დიდი შრომით არის მოპოვებული და ასევე როგორი დიდი შრომა ჭირდება ამ ყველაფრის შენარჩუნებას. ამიტომ მე იმედს ვიტოვებ, რომ არ ვიცი, ინფორმაციის წყალობით, რაღაცა მეტი განათლების წყალობით, რაღაცა თუნდაც ერთმანეთში ლაპარაკით, გარეთ გამოსვლით, ან პროტესტის დაფიქსირებით, ეს საფრთხეები უნდა ავიცილოთ აუცილებლად თავიდან. ჩემი აზრით დამოუკიდებლობა ზუსტად მასეთი რაღაცაა, რომ ყველა ადამიანს, რომელიც თავის თავს ამ ქვეყანას მიაკუთვნებს, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეა და უღირს, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლოს, ყველა თავის პატარა აგურს დგამს და ზუსტად ამ პატარა აგურებმა და პატარა ნაბიჯებმა მოგვიყანა იმ დღემდე, რომელსაც ჩვენ დღეს აღნიშნავთ, ჩვენს დამოუკიდებლობამდე და ფიქრობ, რომ დღესაც მსგავსი პროცესია, ეს ისეთი პროცესია, რომელიც არასდროს არ ჩერდება ზოგადად დამოუკიდებლობას მოპოვება სჭირდება, მაგრამ დამოუკიდებლობას ასევე ჭირდება შენარჩუნება. და ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ყველა ქართველის ვალდებულებაა მათი ვისაც უყვარს თავიანთი ქვეყანა, რომ თუნდაც მცირედი არ არის საუბარი იმაზე, რომ მართლა თავიანთი ცხოვრება გადასდონ ამისთვის, მაგრამ ძალიან მცირე წვლილი შეიტანონ იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და შეინარჩუნოს ის თავისუფლება, რომელსაც უკვე ათასწლეულებია ვიბრძვით. დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მოსულ მოქალაქეებს არაერთი გამოფენის თუ სტენდის ნახვა შეეძლოთ, რომელიც იყო ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ, მათ შორის იყო მედიის წარმომადგენელთა სტენდი, ისინი საუბრობდნენ მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიულ განვითარებაზე და რომელიც იისწრაფვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ასევე გამოფენილი იყო იმ პირადი ისტორიები,
ფოტოსურათები, რომლებიც საქართველოს ისტორიაში ეროვნული გმირების სახელით ჩაიწენენ, მათ შორის არის მერაბ კოსტავა, რომელიც იმის და მიუხედავად, რომ ვერ მოესწრო საქართველოს საბჭოთა რეჟიმისგან გათავისუფლებას, მან დიდი წვლილი გაიღო და დიდი შრომა ჩადო იმაში, რომ საბჭოთა რეჟიმისგან საქართველოს თავი დაეღწია და საბოლოოდ 70 წლიანი ოკუპაციის შემდეგ რუკაზე კვლავ გაჩენილიყო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა სახელწოდებით საქართველო 1991 წელს, სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წლის თავს და გამოცხადებიდან 107 წლის თავს აღნიშნავს დღეს საქართველო 26 მაისს და დღევანდელი დღით მოქალაქეები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ არენაზე თუ საზოგადოებრივ ფორმატში მოქალაქეებმა განაგრძონ ბრძოლა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სუვერენული და თავისუფალი საქართველოს მშენებლობისთვის.